ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ დარგად ჩამოყალიბდა. Საქსტატის მონაცემებით 2024 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით გაზრდილია ამ სექტორში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურებაც. კერძოდ ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორში საშუალო ანაზღაურება 3963 ლარია, რაც წლიურად 4.3%-იან ზრდას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპანიების რელოკაციის შემდეგ საშუალო ხელფასი IT სექტორში გაორმაგდა, ეს პროცესი კი განსაკუთრებით 2022 წლიდან დაჩქარდა. 2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორმა 784 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს თანხა 283 მილიონით, ანუ 59%-ით მეტია. თუკი 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში 30000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს ჯერ 39000-მდე გაიზარდა, 2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით კი 47000 მიაღწია. რა ტენდენციებია IT სექტორში დღეს, რამდენად საინტერესოა უცხოური კომპანიებისთვის საქართველოს ბაზარი და რა გამოწვევები გამოიკვეთა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. სტუმართან ერთად გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. თორნიკე თოხაძეს ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე შემოვერთდა სტუდიას. თორნიკე, მოგესალმებით. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, პირიქით, მადლობა მოწვევისთვის. თორნიკე, მოკლე მიმოხილვაში ძალიან კარგად ჩანს ბოლო წლებში როგორ ვითარდება ეს სექტორი, განსაკუთრებით, როცა მიგრაციული ტალღა მოაწყდა ჩვენს ქვეყანას, ვიცით რამდენი IT სპეციალისტი შემოვიდა ქვეყანაში და მოდი ესე ვთქვათ, რომ პირდაპირ ჩვენი ქვეყნიდან ხორციელდებოდა ამ სერვისის ექსპორტი უმეტესწილად. დღეს როგორი სურათი გვაქვს ამ სექტორში? ფაქტია, ეკონომიკის ზრდასთან ერთად ერთ-ერთი მაგენერირებელი სექტორი ეკონომიკური ზრდის არის სწორედ ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი და აი ამ სფეროში IT სპეციალისტებს ძალიან დიდი როლი და წვლილი აქვს. დღეს რა სურათი გვაქვს? ეს ზრდა რამდენად ხელშესახებია და რა განაპირობებს ამ ზრდას? ვიდრე დავიწყებდეთ დეტალურად ანალიზს აი ამ მიმდინარე სიტუაციის, მე გეტყვით ასოციაციაში მიმდინარე ერთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია გამოწვევებთან, რაც დღეს IT სექტორში არსებობს. თქვენ ახსენეთ, რომ ერთის მხრივ იზრდება ბრუნვა, იზრდება შემოდინება ნაკადების საერთაშორისო ბაზრიდან, საერთაშორისო ვაჭრობიდან და მეორეს მხრივ ტენდენცია არის გადინების საქართველოსთან. ჩვენ ძირითადი პრობლემა, რაც გამოკვეთილია, არის კვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალთან ხელმისაწვდომობის ნაწილი და ასოციაცია ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობდა წლების განმავლობაში და ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ შედეგებს, რომელსაც უკვე წელს და მომავალი წლიდან იხილავს საქართველოში IT სექტორი და IT კომპანიები ამით მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვან ბენეფიტს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დავპარტნიორდით უმსხვილეს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმასთან და 20 ოქტომბერს ასოციაცია თავის პარტნიორ საგანმანათლებლო კომპანია Accelerasთან ერთად მიემგზავრება ლონდონში უზარმაზარ კონფერენციაზე, რომელიც მოიცავს 1000-მდე ორგანიზაციას, ყველა მუშაობს საგანმანათლებლო მიმართულებით IT-ში და ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები იმისთვის, რომ საქართველოში მოქმედ კომპანიებს ჰქონდეთ საშუალება და ხელმისაწვდომობა გაეზარდოთ კვალიფიციურ განათლებასთან, საერთაშორისო დონის განათლებასთან, მაღალი ხარისხის ცოდნის მიღების საშუალება მიეცეთ. და რაც მთავარია, ორი მიზანი გვაქვს ამ ვიზიტის ფარგლებში, რაზეც უნდა მოველაპარაკოთ უშუალოდ ხელმძღვანელობას უმსხვილესი საგანმანათლებლო პლატფორმების. ეს არის ის პირველი, რომ სპეციალური ფასდაკლება, სპეციალური პირობები საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სექტორში, შექმნილი სიტუაციის ანალიზიდან და მოცემულობიდან გამომდინარე, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი და მეორე მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ჰქონდეს საშუალება აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც იზრდება ასევე მოთხოვნა, განახორციელოს და მიაწოდოს სერვისები, ანუ ჩვენი რეგიონალური განვითარების მიმართულებით. აი ამ ორ საკითხზე ვაპირებთ მოლაპარაკებებს. რესურსი, ანუ ამოწურვადია, იმიტომ რომ ვიცით, რომ ბოლო წლებში სერიოზული გადინება სხვადასხვა სექტორიდან, მოკლედ ბევრი გადადის მოკლედ ამ ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში. კადრები რამდენად მწვავე დეფიციტს განიცდის დღეს ეს სექტორი კადრების თვალსაზრისით და
აი როგორც ახსენეთ, აი ამ ასე ვთქვათ ვიზიტმა მათ შორის ამ ტიპის თანამშრომლობამ როგორ შეიძლება შეცვალოს დიახ, აი ზუსტად მიუბრუნდები ახლა იმ ანალიზს, იმ პრობლემატიკის და გამოწვევების, რაც სექტორში არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე მზარდია IT სექტორი, მაგრამ აქ უნდა დავაკვირდეთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს და კვლევებიც ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ამას ადასტურებს, რომ ეს ზრდა არის საერთაშორისო კომპანიების მიერ გენერირებული და ეს გადინება, რომელიც ხდება ეს რელოკაციის შედეგად შემოსული, ესე იგი ადამიანების და ბიზნეს სუბიექტებად იყვნენ ეს ადამიანები რეგისტრირებული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20,000-მდე სუბიექტი იყო რეგისტრირებული, მაგრამ ამ 20,000-დან 5-7 კომპანია არის, რომელიც აგენერირებს 80%-ს რეალურად აი ამ შემოსავლის. შესაბამისად, ნახევარიც რომ გავიდეს გადინების სახით, ზრდა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წლებში მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.5%-ზე დაიგეგმა, მაინც არ იქნება, ანუ IT-ში ვერ შემცირდება რეალურად ბრუნვა საერთაშორისო მიმართულებით, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარი იზრდება, საშუალო ზრდა 16%-იანი არის და რო შევადაროთ ახლა ეს ჩვენ ეკონომიკას, ბევრად უფრო სწორი და ადეკვატურია ის 40%-იანი, 45 და ერთ პერიოდში 50%-იანი ზრდაც დაახლოებით აი 16%-იან ზრდას პასუხობს და თუ მომავალში არ იქნება 50%-იანი ზრდა აუცილებლად გაგრძელდება, მანამ ვიდრე საკადრო დეფიციტი არ მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს და მაგას მივუახლოვდებით უახლოეს წლებში, ვინაიდან ამოწურვადია რესურსი, მიწოდება არის დაბალი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაოდენობრივ მიწოდებას კიდევ არ აუშავს. საშუალოდ 4-5,000 ადამიანის მიწოდება ხდება წელიწადში ბაზარზე, თუმცა ხარისხის თვალსაზრისით არის დიდი პრობლემა, ანუ skill gap, რაც არის უნარების დეფიციტი, აი ეს უნარების დეფიციტი ღრმავდება იმ სიჩქარეებთან და ბაზრის მოთხოვნასთან მიმართებაში და აი ეს არის ზუსტად ჩვენი პასუხი, ასოციაციის პასუხი გამოწვევაზე, რომ საჭიროა საერთაშორისო გამოცდილების შემოტანა, საერთაშორისო კომპანიების იმ სწავლების, განვითარების, ახალი მეთოდების დანერგვა, არ მუშაობს პრაქტიკულად მოძველებული სწავლების მეთოდები, საჭიროა ვირტუალური სწავლება, დისტანციური სწავლება, ლაბორატორიები, სპეციალური გარემოს შექმნა, თამაშები და ასე შემდეგ 1000 გვარი მეთოდოლოგია ინერგება და განათლების ტექნოლოგიები ვითარდება და ამ განათლების ტექნოლოგიებზე წვდომა ნიშნავს უფრო პროგრესულ ნაბიჯებს, უფრო წინ გადადგმულ ნაბიჯებს 5,000 ადამიანიდან 4,000 ხარისხიანი მიღებას, ვიდრე ეხლა ძალიან შორს ვართ ამ რიცხვებთან შესაბამისად თავარ გამოწვევად მაინც რჩება ეს. თუმცა რამ გამოიწვია ზრდა და რატომ განვითარდა ეს პროცესები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და თქვენს გადაცემაში არაერთხელ გქონია თქვენს არხზე ამაზე საუბარი, ეს იყო საკანონმდებლო ცვლილება და საკანონმდებლო ცვლილების თვალსაზრისითაც აუცილებელი ნაბიჯი არის გადასადგმელი. აი მაგაზე მივიდა კითხვა, აი რეგულაციური გარემო როგორ უნდა შეიცვალოს, რომ ერთი ეს გაზრდილი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მხრიდან შევინარჩუნოთ და არ მოხდეს, მოგეთქვი, დავაკავოთ ეს ადამიანები და ეს საერთაშორისო კომპანიები ჩვენსგან არის. აი რეგულაციური ჩარჩო რა ნაწილში უნდა შეიცვალოს? ჩვენ არ უჭერთ ხარს ადამიანების დაკავებას, ესე იგი ქვეყანაში, ვინაიდან ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი იმ თვალსაზრისით, თუ ქართველი IT სპეციალისტები საზღვარგარეთ იმუშაობენ, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ბენეფიტია გრძელვადიან პერიოდში და ჩვენ ეს მოგცემს ძალიან დიდ სარგებელს, მაგრამ ჩვენ უნდა გავთვალოთ, ჩვენ უყურებთ IT კომპანიების გადმოსახედიდან ამ ყველაფერს. ასოციაცია ჩვენ ვისმენთ მათ პრობლემატიკას და დღეს რა ხდება? ყველა IT კომპანია აინვესტირებს დამატებით რესურსებს იმის ნაცვლად, რომ განვითარდეს ახალ ბაზრებზე, ახალ პროდუქტებზე და შემდეგ აინვესტირებს დამატებით რესურსებს განათლებაში, რაც მისი პროფილური მიმართულება არ არის და განსაკუთრებით რთულია ასეთი ინვესტიციების მართვა და შესაბამისად გამართლება, ანუ ამ ინვესტიციის ამოღების უკვე ეფექტი არის სუსტი, რაც დავაკვირდით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არის გასროლილი ინვესტიცია, რომელსაც უკან ვერ იბრუნებენ და ამას ახორციელებს ეს არის თავდაცვის ეფექტი, როდესაც ბაზარზე არის მძვინვარე კონკურენცია, ეს თავდაცვის ეფექტი უბიძგებს ბიზნესმენებს, რომ
გადადგან ნაბიჯები და აი ეს ნაბიჯები საბოლოო ჯამში მაინც პრობლემას ვერ აგვარებს. რაც შეეხება საკანონმდებლო ნაწილს, ჩვენ ვერ მოვასწარით მოკლე საპარლამენტო სესიებზე, მოკლედ სექტემბრის ნაწილში, იმიტომ რომ 26-ში გაწყდა საპარლამენტო მუშაობა არჩევნებიდან გამომდინარე და როგორც კი საპარლამენტო მუშაობა აღდგება, ჩვენ ვაპირებთ საკანონმდებლო ინიციატივის დაყენებას, რომელიც პირდაპირ მიმართულია კერძო სექტორის უდიდესი მოცულობით ჩართვაზე, ანუ ამაზე მზად არის მთელი IT სექტორი, რომ მისი მართვის ქვეშ მობილიზდეს გარკვეული რესურსები, წინასწარ არ გავაჟღერებ ყველა დეტალს ამ საკითხის და ამაზე გამოცდილ იურისტებთან, საერთაშორისო კომპანიებთან ერთად მუშაობთ, რომ პაკეტი იყოს გატანადი და პაკეტს ჰქონდეს რეალისტური საფუძვლები და დასაბუთება, რაც მთავარია რიცხვებში და ბიზნეს გეგმა, რომლითაც შეძლებს IT სექტორი ამ გამოწვევას თავი გაართვას, მიუხედავად იმისა, ეს არის როლი რა იქნება კერძო სექტორის? კერძო სექტორის როლი არის პირდაპირი ჩართულობა, იმიტომ რომ საჭიროა რეგულაციების შემუშავებაში? დიახ, არა მარტო რეგულაციების შემუშავებაში, ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებით გვინდა დამატებითი შეღავათები მივცეთ უკვე ლოკალურ კომპანიებს, მაგრამ ეს არ მოხდეს ისე, რომ ამ ფულის ჩაბრუნება ისევ კომპანიაში განხორციელდეს. ამიტომ გვინდა დამატებითი ფონდის სახით შემოვიყვანოთ მოთამაშე ბაზარზე, რომლის მმართველობაში იქნება კერძო სექტორი და მოკლედ ეს არის ძირითადი კონფიგურაცია ამ ინიციატივის გარშემო. მილიარდამდე ლარის მობილიზაციას შეძლებს ეს ფონდი და სახელმწიფოსთან შეთანხმებით გრძელვადიან 5-10 წლიან პერიოდში გადაჭრის ამ პრობლემას. ჩვენ გვაქვს ამის ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ფინანსური დასაბუთება. დარჩენილი არის მხოლოდ იურიდიული საკითხები, რომლის მოგვარებაშიც ჩვენ გვეხმარებიან გამოცდილი საერთაშორისო კომპანიები და ეს როდესაც საპარლამენტო მუშაობა განახლდება, მზად იქნება ეს პროექტი, რომ წარსადგენად. ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ნახოთ, რა განვითარება ექნება ამ პროცესს. ყოველ შემთხვევაში იდეა ძალიან საინტერესოა და კერძო სექტორის როლიც მნიშვნელოვანი ამ პროცესში. თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვაყენეთ საქმის კურსში რა ხდება თქვენს სექტორში. მადლობა თორნიკე თოხაძეს, ის ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარეა.